ეხლა ტრადიციულად სტუმრობის დროა ჩვენს ეთერში და ჩვენი თანაწამყვანი ლანა ბლიაძე შემოგვიერთდა. სალამი ლანა და ლანა თავად გაგვაცნობს სტუმარსაც და თემასაც, თურა თემაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით, დილონშვიდობისა თქვენ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს საბავშვო რუბრიკით შემოგიერთდით და რუბრიკის ფარგლებში ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბარს და ეს არის ბავშვების ურთიერთობა ფულთან. რა საკიდან უნდა ავუხსნათ ბავშვებს რა არის ფული და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასთან, როგორ ვუთხრათ რომ ფული გამოლევადი რესურსია და ესე საიდანღაც არ მოდის, დიდი შრომის შედეგად რომ მოდის და რომ არამიზნობრივი ხარჯვა ფულის არ არის სწორი საქციელი. ეს უკანასკნელი უფროსებსაც გვიჭირს ხოლმე და შესაბამისად ბავშვებთან მიმართებაში კიდევ უფრო რთულია, თუმცა მკვლევები ადასტურებენ რომ თუ პატარა ასაკიდანვე ბავშვებს დავაწყებინებთ ფულთან სწორ ურთიერთობას, მომავალში როდესაც გაიზრდება, კი, უფრო სწორად მართავს თანხებს. ეს ყველაფერი ვიცით ჩვენ ფორმალურად, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ფორმას ხომ აქვს მნიშვნელობა? აი ამას გავიგებთ დღევანდელ რუბრიკაში, ასე რომ წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმარს თაკო ლომიძე, რომელიც ფსიქოლოგი გახლავთ და უფრო დეტალურად გვესაუბრება ამ თემაზე. მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან. მოგესალმებით, მადლობა რომ დავაპატიჟეთ. და პირველ საკითხს რომ შევეხოთ, თქვენ ნამდვილად ზუსტად აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფულთან დამოკიდებულება და სწორი ურთიერთობა ვასწავლოთ ბავშვს და რაც შეეხება ასაკს. აი ეს კითხვა მინდა დავსვაკი, რა ასაკიდან უნდა ვთქვათ ფული რა არის? დავიწყებთ. ჩვენ და გასაკვირად, თითქოს ბავშვებს რაღაცა არიდებენ ხოლმე ამ ფულთან შეხებას ბავშვობის ასაკში, რომ შენ პატარა ხარ და არ გესაქმება ფულთან არაფერი და გაიზრდები და მერეც გეყოფა. სინამდვილეში რაც უფრო ადრე 3-4 წლის ასაკიდან თამაშით ურთიერთობას ვასწავლით ფულთან, რომ მაგალითად ჩვენ რაღაც ჩვენი მაღაზია გავაკეთეთ და მე დედა მოვდივარ და რაღაცებს ვიყიდი შენგან და ვასწავლი კუპიურებს, რა თანხით დაახლოებით რა ნივთის შეძენა არის შესაძლებელი და რომ მე რაღაც დარჩა კიდევ რაც მინდოდა, მაგრამ ფული აღარ მეყო და ვერ ვიყიდე, მაგრამ სხვა დროს მოვალ. ანუ რეალური მოდელი გადმოგვაქვს თამაში, ხო? აუცილებლად და ძალიან მახსოვს ბავშვობაში იყო ესეთი თამაში მენეჯერი. კი, მეც მონოპოლია მენეჯერი, ხო? სხვადასხვის აი ეს ორივე თამაში მქონდა, ეს სამაგიდო, იქ იყო ძალიან ბევრი ესეთი იმიტირებული ფული. ხო, რაღაცა კი და აი სწორედ აქედან ძალიან სწორი თამაშია, ხო, მაგრამ მაინც გასწავლის რა, იქ რაღაცა უნდა გაგეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ფული გეშოვნა, მერე ეს უნდა დაგეგზოგან. ცოტა უფრო ისეთ ასაკში, როცა ცოტა წამოზრდილი ხარ, ახლა თქვა 4 წლის ასაკში ვერ თამაშებ წლის ასაკში არც ვიცი ბავშვმა როგორ შეიძლება აღიქვას სერიოზულად ზოგადად ფულზე და ფულის მნიშვნელობაზე რომ დაუწყო საუბარი, ხო? დღევანდელი 3-4 წლის ბავშვს ნუ შეადარებ შენ დროინდელ 3-4 წლის ბავშვს. ნამდვილად გეთანხმები ზუსტად. ინტერესი ჩანენ, იმიტომ რომ მაღაზიაში შეგვყავს, ხედავს რომ რაღაც მივაწოდეთ. შეიძლება თავადაც მოგთხოვოს, რომ ამ ბარათს მე გავატარებ და ამ დროს ბარათი ცოტა კიდევ ხელს უშლის ამ ფულის ათმას და ხო, კარგი იქნება თუ ამასაც ავუხსნით, რომ აი ეს უდრი და ამას და აქ ჩატვირთული არის ეს, იმიტომ რომ მათ ხო ეს ცოდნა არ დაყვათ და ყველაფერზე რაღაცა გზამკვლევივით ვჭირდებით, რომ ამას გავუყალოთ გზად. თაკო, რადგან მაღაზია ახსენეთ, მოდი მინდა-მინდას ფენომენზეც ვისაუბროთ, ხო? ყველას მგონია ასეთი რაღაც მშობლებს, რომ აი მაღაზიაში შევდივართ და ბავშვს უნდა ვთქვათ იმ ნივთის შეძენა, რომელიც სულაც არ გქონდა გეგმაში. მაგრამ აი ამ დროს ძალიან სწორი მნიშვნელოვანია, როგორ უნდა აუხსნა, რატომ არ ყიდულობ იმ ნივთს. როგორ უნდა ავუხსნათ, როგორ უნდა ნაკლებად კიდეული იყოს ამისთვის. ანუ უბრალოდ ვერ ვუსრულებ ამ სურვილს. პირველ რიგში ალბათ მშობლებს დაეხმარებათ იმის გაცნობიერება, რომ ეს მხოლოდ მისი შვილის შემთხვევაში არ ხდება და ძალიან ნორმალურია, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობის ასაკში ჯერ კიდევ ემოციის კონტროლის, სურვილის გადავადების უნარი უბრალოდ ფიზიკურად არ გააჩნიათ. თავის ტვინის განვითარების ეტაპებიდან გამომდინარე, ეს არის ძალიან ნორმალური, რომ მან ვერ გაიგოს ახლა, რატომ ვერ მიიღო ის, რაც უნდოდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი აქ იმისათვის, რომ ტრავმა არ მიიღოს აქედან ბავშვმა არის, რომ გავიგოთ მისი ემოცია, მე მესმის, რომ შენ ეს ძალიან გინდოდა, რომ ვიღაცამ გაიგო მისი სურვილი და თანაუგრძნო იმაში, რომ ეს ძალიან უნდა და შემდგომ ვასწავლოთ გადავადება. დღეს ამას ვერ ვყიდულობთ, მაგრამ ხვალ შეგვიძლია ან დავგეგმოთ ეს როდის ვიყიდოთ და მოვაგროვოთ ამისთვის რაღაც თანხა. შევაგროვოთ და შეიძლება ამ დროს დაეშოთ პატარა ხულაბაც შევეხოთ ქცევის მართვის კონტექსტშიც, ხომ? თუ ჩვენ ერთხელ მივაღებინეთ ბავშვს აი ამ რაღაც ტანტრუმის მოწყობით, ტირილით ის რაც უნდა და მას უკვე აპრობირებული გზა აქვს,
იცის მეთოდი აქვს როგორ მიიღოს ეს და იოლი გზა. კი და ყოველთვის ამას იქამდე გააკეთებს, იქამდე იტირებს, ვიდრე არ მიიღებს, იმიტომ რომ ახსოვს რომ ოდესღაც რომ იტირა, ამ გზით გამოვიდა. მაგრამ თუ ერთი შემთხვევაც არ ექნება გამოცდილებაში, როცა ამან გაამართლა, მან უკვე იცის რომ ამაზე უნდა ითანამშრომლოს, რომ ჩვენ ამას მივიღებთ, ოღონდ უნდა დავგეგმოთ ეს. ხო, სრულიად გაუაზრებლად ეგ მეთოდი მქონია თურმე და ძალიან ეფექტურია, იმიტომ რომ ესე ვიცით ხოლმე ეს ხვალ ვიყიდოთ, ეს ზეგ ვიყიდოთ და ეს მუშაობს ძალიან კარგად. თან სწავლობ ძალიან მნიშვნელოვან უნარს სწავლობს. მხოლოდ რაიმე სათამაშოს ყიდვაზე არ ვრცელდება ეს. ცხოვრებაში ძალიან გამოადგება ეს გადავადების სწავლა რაღაც. ხო, მოთმინების შეძენა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სასაცილო გამოცდილება მქონდა ჩემ შვილთან ერთად შევდიოდი ხოლმე და მაღაზიაში და ჩვენი უბნის მაღაზიაში და ესე მეუბნება და დედა ამას მიყიდი ფული როცა გექნება და ნუ ყველა იყო აღთვალებული რომ როგორი ეს იყო რეალურად მეთოდი მისთვის როგორ უნდა ამჩუყებოდა იმ წუთას მეგული როგორ უნდა შემეძინა ხო ძალიან კარგად იციან ხრიკები ხო თავისი პატარა საყვარელი ხრიკები ხო თაკო აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფულის მენეჯმენტის სწავლა ასე ვთქვათ ბავშვებისთვის არ ვიცი რამდენად სწორია მაგრამ ჩემზე ძალიან კარგად იმუშავა როდესაც მე და ჩემი ძმა ცოტა წამოვიზარდეთ ჩვენი მშობლები აკეთებდნენ ესეთ რაღაცას თვის დასაწყისში გვაძლევდნენ გარკვეულ თანხას და ჩვენ ვიცოდით რომ თვის ბოლომდე ეს თანხა უნდა ყოფნოდა ჩვენ თვითონ ვანაწილებდით არც ვთხოვდით არაფერს არც დედას არც ავს ვიცოდით რომ აი თუ რაღაცას ვირფასიას ვთქვათ ვიყიდით თვის ბოლომდე აღარ მექნება და ამისთვის მზად ვიყავი ეს ძალიან დამეხმარა და ახლაც ვფიქრობ რომ სწორად ვმართავ ასე ვთქვათ ფინანსებს აი ამის წყალობით აი ასეთი ტექნიკები რა არსებობს კიდევ და ეს რამდენად სწორია ტექნიკა რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ არის სრულფასოვანი და სრულყოფილი ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკა და ძალიან სასარგებლო არის ხოლმე ძალიან ეფექტური არის იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ფულზე პასუხისმგებლობას არ ვაძლევთ ამით ბავშვს და სწორად ახსენეთ ასაკი იმიტომ რომ როდესაც ეს ხდება 9 წლის ასაკიდან მართლა შეუძლია მას რაღაც პასუხისმგებლობა იღოს მაგრამ თუ 5 წლის ბავშვს ამ პასუხისმგებლობას მივცემთ ის რა თქმა უნდა ვერ გააცნობიერებს და ამ წუთას რომ მოეწონა ამას იყიდის და შემდგომ მთელი თვე ხელმოცარულად შეიძლება იგრძნოს თავი ამის გამო მაგრამ 9 წლის ასაკიდან თუ კი ბავშვს აქვს გამოყოფილი თვის თანხა რომელიც არის შესაბამისობაში გარემოში არსებულ ფასებთან მაგალითად მიმართებაში ხო ეს არ არის არაადეკვატურად დაბალიან ძალიან ბევრი მაგრამ რაღაც ბალანსი ვიპოვეთ რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ რომ ეყოფა ბავშვს რა თქმა უნდა მოლოდინიც უნდა გქონდეს რომ თავიდან ის დაუშვებს რაღაც შეცდომებს პირველი 2-3 თვე ამაში გაუჭირდება ორიენტირება რომ რაღაცა იმპულსს აყვება და იყიდის მაგრამ ამ ასაკში და მცირე ფინანსებში ნასწავლი ეს მენეჯმენტი ჯობია შემდგომ უკვე როდესაც მაგალითად 18 წლის გახდება და პირველად ვანდობთ რაღაც დიდ თანხას რომ აი მე შენ გიგროვებდი ამას 18 წელი და ეხლა ახლა შენ და პირველად არის ეს აი ამ ოკეანეში ჩავაგდეთ პირდაპირ და არ იცის ეს როგორ მართოს მაგრამ აი ეს ტექნიკა რომელიც თქვენას ახსენეთ ბავშვობიდანვე ასწავლის აი ამ სურვილის გადავადებას აძლევს გარკვეულ თავდაჯერებულობას რომ მე თუ რაღაც მომინდება შემიძლია ეს გავაკეთო, მაგრამ რაღაცას უნდა შეველიო. ხო. ანუ რეგულირებას ასწავლის თანხასთან მიმართებაში და ძალიან ისეთი ეფექტური მეთოდი არის. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაგისვათ ახლა მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. კი ვამბობთ რომ ფულის დაზოგვა როგორ ვასწავლოთ ბავშვებს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელმომჭირნე არ გახდეს, ხო? ეს კიდე მეორე უკიდურესობაა და უფრო ცუდი რაღაც არის ჩემი გადმოსახედიდან. ეს ბალანსი როგორ დავიცვათ რომ არც ფლაგველი იყოს და არც მე და რაღაცა არ გასცეს რეალურად მოახერხოს ერთი მხრივ თუ საუბრობთ იმპულსურ ხარჯვაზე და რამდენად დამღუპველი შეიძლება იყოს ეს ზრდასრულობაში, როდესაც ბავშვმა იმპულსური ხარჯვის კონტროლი ვერ ისწავლა, მეორე უკიდურესობა არის სწორედ ეს ზედმეტი ხელმომჭირნეობა და როდესაც ის მთელი გულით თვლის რომ არაფერს არ იმსახურებს და საკუთარი თავისთვის ან თუნდაც საყვარელი ადამიანებისთვის არ შეუძლია რომ გაიმეტოს რაღაც თანხა და იგივე ქველმოქმედებისთვის გამეტებაც ვახსენოთ რომ რაღაც თანხა მაგალითად როდესაც თქვენ მშობელი გაძლევდათ თელითვის სამყავ თანხას შეიძლება იქ რაღაცა თუნდაც ხურდები მოგრჩათ და ეს გაიმეტეთ უკვე ვისაც არ აქვს მისთვის ანუ აი ამ მენეჯმენტის სწავლება არის ჩემი პასუხი ამ შემთხვევაში და გამოსავალიც აქ არის რომ რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნარი მივცეთ რომ რაღაცის განკარგვა შეეძლოს თავდაჯერებულობა ჰქონდეს რომ რაღაც თანხას ფლობდა და ამის გამო
გამოყენება შესაბამისად შეუძლია. როდესაც ჩვენ მივეცით 10 წლის ბავშვს მაგალითად თვის განმავლობაში სამყოფი ფული და მან ეს ჩვენ სრულად დაგვიბრუნა თვის ბოლოს ან დავინახეთ რომ სრულად დარჩა აქ უკვე სწორედ ამ ხელმომჭირნეობასთან გვაქვს საქმე და შეიძლება ითქვას არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი რომ განგაშის ზარი უნდა შემოუკრათ ამ დროს იმიტომ რომ ეს პასუხია რომ ბავშვმა ვერც ვერაფერი ვერ გაიმეტა დასახარჯად და რაღაც საკუთარ თავს ვერ მისცა რაიმე საჩუქრის ყიდვის უფლება ხო ძალიან მნიშვნელოვანი რამ ახსენეთ და მართლა მეორე უკიდურესობა არის და აქ მშობელი ყურადღებით უნდა იყოს ბავშვობიდან რომ როგორ გამოიყენა მან ეს თანხა შეიძლება მე განვიხილოთ საღამოს რომ აი მე რაღაც ვიყიდე ჩემი მაგალითი მოვუყვეთ რაღაც კიდევ მომეწონა მაგრამ ეხლა არ მჭირდებოდა და ამიტომ რაღაცა გადავავადე ეს და ვნახოთ მე კიდევ თუ მენდომება და ის ამ მაგალითს აუცილებლად გამოიყენებს არც ერთი ლექციიდან იმდენს არ სწავლობს ბავშვი რამდენსაც ჩვენი გაზიარებული ხო იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან საყვარელი ადამიანია კარგ შემთხვევაში მშობელი ბავშვისთვის მე რა უკვე ავტორიტეტი არის და ცდილობს რომ რაღაცა მიბაძოს. ხო. სამწუხაროდ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებთ მშობლები, იმიტომ რომ ჩვენც ხომ ვსწავლობთ, მშობლობასაც ხომ ვსწავლობთ ხომ ამ პერიოდის განმავლობაში. ერთ-ერთი დაშვებული შეცდომა, რომელიც როგორც მივხვდი ძალიან ესეთი ხშირი, რომ აი ბავშვებს ვეუბნებით, რომ მოდი შენი ოთახი დაალაგე, შენს ნივთებს მიხედე, მას რაც ეხება იმ თემებზე გააკეთე კარგად და გასამჯელოს მიიღებ შენ. ვიცი რომ არასტორია, მაგრამ მოდი ავხსნათ, რატომ არის არასტორი და სწორად როგორ უნდა მივცეთ мотиваცია. ნახეთ, გააკეთა ბავშვმა რაღაც დავავალეთ, რომ მოდი მაგალითად შენი ნივთები მიალაგე და მე ამაში რაღაც თანხას გადაგიხდი და შემდგომ ხედავს რომ ჩვენ აი მაგალითად სხვა მისი დედმამიშვილი, მამა, დედა ამას აკეთებს გასამრჯელოს გარეშე. ანუ რას ვეუბნებით რომ შენ რომ ოჯახში შენი პასუხისმგებლობა შეასრულო, ამაში ანაზღაურება უნდა აიღო და თუ ანაზღაურებას არ აიღებს ის სწავლობს, არაფერს აღარ გააკეთებს და სინამდვილეში ოჯახში ყველას გვაქვს ჩვენი ესეთი პასუხისმგებლობა, ხო? მაგალითად, ჩვენი თებში მიგვაქვს რაღაც მანქანა, ან რაღაც პასუხისმგებლობები ხო არსებობს? თუნდაც კარგად სწავლა. ის აუცილებლად თანამონაწილე უნდა იყოს ამის. ენთუზიაზმის ხარჯზე თანამონაწილე უნდა იყოს, რომ აი ეს ერთიანობა და ჩვენი ოჯახის სისუფთავეზე ზრუნვა მისთვისაც პრიორიტეტი საერთო საქმე იყოს და ოჯახის ნაწილად იგრძნოს ამით თავი და არა დაქირავებულ ვთქვათ კადრად არ მინდა უხეშად გამომივიდეს რომლის მოვალეობაც ეს არ არის და შემდგომში ის უკვე ზრდასრულობაში როგორ წარმოგვიდგენია რომ შეძლებს სიამოვნება მიიღოს ამით რომ მაგალითად რაღაცა თავად მოუნდეს რომ რაღაც მოაწესრიგოს სახლში და ამის შემდეგ გასამრჯელოს ქვას არ მოთხოვს ანაზღაურება სანაცვლოდ ანაზღაურება ან ბიჭის შემთხვევაში რაღაცა ცოლისგან არელოდოს რომ ეხლა მე რო ეს გავაკეთე თითქოს რაღაცა დიდი ვალდებულება შევასრულე და ძალიან დიდი გასამრჯელო უნდა მივიღო არა ეს არის ჩვენი ოჯახის ერთიანობის ნაწილი ყველა ერთად როგორ ვზრუნავთ ჩვენს გარემოზე და არა სამსახური კი ბატონო ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ და როდესაც ფინანსების სწავლებაზე ასე ვთქვათ ვსაუბრობ ყულაბა უნდა ვახსენოთ ალბათ აი რა როლი აქვს ბავშვისთვის ყულაბას რატომ უნდა ქონდეს ყულაბა ერთი შეხედვით რაღაცა ნივთი ხო რომელიც ლამაზი ფორმებითაც არის ხოლმე შეიძლება რაღაც გოჭის ფორმა აქვს რაღაცა ხო ეს ნივთი იმაზე მეტ შინაარს ატარებს ვიდრე უბრალოდ რაღაცა ეს ლამაზი ნივთი იმიტომ რომ წარმოუდგენელი სიხარული არის ხოლმე ბავშვებისთვის ამ ნივთის შემდგომ ეს რაღაცა ამოცარიელება და ნახვა რომ თურმე თვითონ აბიჯით რამხელა რაღაცის დაგროვება შეიძლება და თურმე რაღაც სურვილი რომელიც გადავავადე მე ძალაუფლება მაქვს რომ ეს შევისრულო თუ მოთმინებას გამოვიჩენ და მხოლოდ ფულზე არ ვრცელდება ეს ყველა მიღწევაზე ვრცელდება რომელსაც ცხოვრებაში ნაბიჯ ვსწავლობთ ერთი ნაბიჯის ფასს სწავლობს ბავშვი რომ დღეს თუ ეს ერთი ლარია ან დღეს თუ ეს ჩემი ერთი გადადგმული ნაბიჯია რაიმე წარმატებისკენ ხვალ შეიძლება მთელი სავსე ყულაბა იყოს და 5 დღე თუ მოვითმენ ეს უკვე რაღაც თანხაა რომელიც სერიოზულ რაღაცას მომცემს ანუ ხვალ შეიძლება დიდი ნახტომი გავაკეთოთ კი, მთელი ცხოვრებისეული უნარია, იმიტომ რომ ჩვენ სწავლის პროცესშიც, კარიერაშიც ეს ძალიან გვჭირდება, ხომ, რომ რაღაცის ნაბიჯ მიყოლა შეგვეძლოს, თანმიმდევრულობას ასწავლის და დისციპლინას ასწავლის, რომ რაღაცა რესურსი თუ დავაგროვე, შემდგომ რაღაცის მიღწევა შემიძლია და
აქედან გამომდინარე, რაღაცა ჯადოსნური დატვირთვა აქვს ამ ყულაბას ბავშვის აღზრდის პროცესში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. მაქვს იმედი, რომ ჩვენს მაყურებელს გამოადგება თქვათ ის საუბარი. ჩვენი რჩევები. მადლობა თქვენ ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა. მიიჩნევით ნურც კრიჟანები და ნურც ხელგაშლილები უაზრო. ხელგაშლილობა კარგია. დიდი მადლობა ლანას, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციისთვის, რჩევებისთვის და სტუმრებისთვის დიდი მადლობა ლანას.